საღამო მშვიდობის ამ ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. განვიხილეთ უკვე არჩევნების ღამე შემოსული საჩივრები. გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრებს განიხილავს. იქონიებს თუ არა გავლენას არსებული დარღვევები არჩევნების საბოლოო შედეგზე. გურჯაანის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველი მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის არჩევანს კიდევ ერთხელ გააკეთებს. მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ამომრჩევლები მეორე ტურში. ყველა სურჩა რომ მივიდეს, არავინ არ უნდა დარჩეს სახლში. საერთოდ პირველში არ მიმიღია. მე პირად აღარ ვიქნები თავისუფალი დემოკრატების წევრი. თავისუფალი დემოკრატების წევრებმა გურჯაანში პარტია დატოვეს. უკავშირდება თუ არა ეს ლიდერების გადაწყვეტილებას და რაბედიელის მათ ფრაქციას საკრებულოში. ჩვენ თავისუფალი დემოკრატები ვrჩებით დამოუკიდებელ დეპუტატებად. არ იყოს ახსრები იმისათვის, რომ სრულფასოვნად ჩაგვეტარებინა კამპანია. ორი გარდაცვლილი მცირეწლოვანი და 4 დაშავებული ავტოსაგზაო შემთხვევა თუშეთში. გზა არის ძალიან ექსტრემალური და მძღოლმა ვერ დაიმორჩილა შაწე. ქალბატონი მდგომარეობა არის კრიტიკულად მწვავე. ავარიის შედეგად ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონი ველისციხელი გიორგი ბეროშვილი დაშავდა. როგორია სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა? ცვლილება ადრეული განათლების შესახებ კანონში. ემუქრება თუ არა დახურვის საფრთხე გურჯაანის საბავშვო ბაღებს. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. CESCOM ამომრჩეველთა ხმების დათვლა ყველა საარჩევნო უბანზე დაასრულა. წინასწარი მონაცემებით კი პარტიებს შორის ხმები ასე გადანაწილდა. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო 48,67%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 27,11%, დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია 5,1%, ირაკლი ალასანია, თავისუფალი დემოკრატები 4,62%, ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობა 3,53%, პაატა ბურჭულაძე, სახელმწიფო ხალხისთვის 3,45%, შალვა ნათელაშვილი, საქართველოს ლეიბორისტული პარტია 3,14%, დანარჩენი პროცენტები კი სხვა პარტიებზე გადანაწილდა. გურჯაანის მე-12 საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრებს განიხილავს. კომისიაში სულ 16 საჩივარი შევიდა, რომლის ძირითადი ნაწილი პროცედურულ დარღვევებს ეხება. საჩივრები ოლქში როგორც არასამთავრობო ორგანიზაციამ, ასევე პარტიებმა შეიტანეს. 16 საჩივრიდან 6 უკვე განხილულია და მათი ნაწილი დაკმაყოფილებულია. დარღვევები, რომელსაც კომისია განიხილავს თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენას არ იქონიებს. ოლქის წევრებმა სხდომაზე განვიხილეთ უკვე არჩევნების ღამე შემოსული საჩივრები, მიღებულია გადაწყვეტილება და ზოგიერთ კომისიის წევრს შეეფარდა ამა თუ იმ სახის დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა. ნაწილი საჩივრების არ დაკმაყოფილდა, იმიტომ რომ ჩავთვალეთ, რომ არ იმსახურებდნენ ისინი სასჯელს. დანარჩენი, როგორც გითხარით, განხილვის სტადიაშია. როგორც ცნობილია, კახეთის 5 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური ხელახლა ჩატარდება. არჩევნებში მონაწილეობას პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები მიიღებენ. წახვალთ თუ არა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე? ამ კითხვით დღეს ჩვენმა კორესპონდენტმა გიორგი ბაღანაშვილმა გურჯაანელებს მიმართა. საკითხზე გამოკითხული რესპონდენტების აზრი არაერთგვაროვანია. ვრცლად შედეგები ნახეთ ქუჩის მცირე გამოკითხვაში. რატო უნდა წახვიდეთ? ჩვენი ქვეყნის ბედი მაგით წყდება. უნდა მივიდეს აუცილებლად. ყველა სურჩა რომ მივიდეს, არავინ არ უნდა დარჩეს სახლში. მეორე ტურშიც ახლა სწორი არჩევანი უნდა დააფიქსიროს ყველა მოქალაქემ და სავალდებულოა ეს ყველა მოქალაქისთვის კი. ანუ მიიღებ? კი. არა, რატომ არ მიიღებ? არა, საერთოდ პირველში არ მიმიღია. კი მივიღებ. რა ვიცი, შვილობა. ფიქრობთ? ხო, კი. აუცილებელი მივიღებ. აუცილებელია, რა თქმა უნდა. და დაშეშხებსაც ურჩევ, რომ წამოვიდნენ და სულ ყველა მიიღო მონაწილეობა და მით ეხმა ქართულ ოცნებაში. სახლი მაქვს მარტო და დახმარებას არ მაძლევენ მარტო ხელა ხალი. და არ მიიღებთ მონაწილეობას? არაფერს არ მიიღო მონაწილეობას. რატომ არ მივიღებ? თუ კი საჭირო უნდა ჩატარდეს, რა თქმა უნდა. და მიიღებთ მონაწილეობას? დიახ, მივიღებ. რა თქმა უნდა მივიღებ. არც ერთში არ მივიღებ, არც მიმიღია. რატო? იმიტომ რომ მე არც ერთი მთავრობა არ გამომადგა.
თავისუფალი დემოკრატების წევრებმა გურჯაანში პარტია დატოვეს. პარტიის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი სიმონ ქოჩორაშვილი და საკრებულოს ფრაქციის ხელმძღვანელი გია შაოშვილი საარჩევნო შტაბში მხოლოდ არჩევნების მეორე ტურის დასრულებამდე დარჩებიან. უკავშირდება თუ არა ეს ლიდერების გადაწყვეტილებას და რა ბედიელით მათ ფრაქციას საკრებულოში საკითხით ეთერ თეთრაძე დაინტერესდა. პარტია თავისუფალი დემოკრატების გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა გია შაოშვილმა და სიმონ ქოჩორაშვილმა პარტია დატოვეს. შაოშვილის ინფორმაციით ეს გადაწყვეტილება მათ ჯერ კიდევ მაშინ მიიღეს, როდესაც სიმონ ქოჩორაშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურა მოხსნა. მისი განმარტებით საარჩევნო შტაბში მხოლოდ არჩევნების მეორე ტურის დასრულებამდე დარჩებიან, შემდეგ კი პარტიას საბოლოოდ დაემშვიდობებიან. 23 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე პერიოდში ერთი სიტყვაც არ დაგვიძრავს არავისთვის, რომ პარტიის საწინააღმდეგოდ პირიქით მუშაობდით, ვაგრძელებდით კიდევ მუშაობას და ეხლაც ვაგრძელებთ მუშაობას, იმიტომ რომ გურჯაანში მეორე ტურია და არ ვტოვებთ ამ ოფისს და არ მივდივართ, რომ გურჯაანში ნორმალური, კარგი დეპუტატი იქნას არჩეული. მეორე ტურის დასრულების შემდეგ ჩვენ მე პირად აღარ ვიქნები თავისუფალი დემოკრატების წევრი. სიმონ ქოჩორაშვილის ინფორმაციით პარტიის დატოვების მიზეზი ის გახდა, რომ წინა საარჩევნო კამპანიის ჩატარება სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ შეძლო. მისი განმარტებით ის საკრებულოში რჩება როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი და არც ერთ პარტიაში გადასვლას არ აპირებს. უბრალოდ ჩვენ თავისუფალი დემოკრატები ვrჩებით დამოუკიდებელი დეპუტატებად საკრებულოში და დანარჩენი ახლა ცხოვრება გვიჩვენებს ახლა რა იქნება და როგორ იქნება არანაირი პარტიისკენ მე ჯერჯერობით არ შემოთავაზება გვაქვს და არც სული არა გვაქვს სიმართლე გითხრათ. თავისუფალი დემოკრატების ეს გადაწყვეტილება გურჯაანის საკრებულოში ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების დაშლის მიზეზით ხდება. ყოფილი წევრები ახალი ფრაქციის შექმნას აპირებენ, რაც შეეხება კიდევ ერთ წევრს დავით ჭუნიაშვილს. პარტიაში რჩება და ამბობს, რომ თუ ორი დეპუტატი შეუერთდება, ფრაქცია მუშაობას ისევ გააგრძელებს. ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კი ასეთ კომენტარს აკეთებს. არ იყოს ახსრები იმისათვის, რომ სრულფასოვნად ჩაგვეტარებინა კამპანია რა. პირდაპირ გეტყვით, ეხლა მე რაც ვიცი. სხვა მიზეზებზე აღარ მაქვს საუბარი. ეს ეხლა დასამალი არაფერი არ არის, ელემენტარულად აგიტატორებთან მიმართებაშიც კი ისე გამოდიოდა, რომ თავის შრომის ანაზღაურებას ვერ ვაძლევდით რა და ამიტომ იძულებულები გავხდით რომ შეგვეჩერებინა საარჩევნო კამპანია. პარტია თავისუფალი დემოკრატები დატოვეს ირაკლი ალასანიამ და ალექსი პეტრიაშვილმაც. მათ ეს განცხადება გუშინ გააკეთეს, როგორც გურჯაანში ირწმუნებიან, ეს გადაწყვეტილება მანამდე მიიღეს და ლიდერების წასვლას არ უკავშირდება. ავტოსაგზაო შემთხვევა თუშეთის გზაზე ავტომანქანა, რომელშიც ისრაელის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, თორღვასაბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ღრმა ხევში გადავარდა. შედეგად ორი მცირეწლოვანი ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. 4 მგზავრი კი, რომელთა შორისაც 2 ბავშვია, პოლიციამ და მაშველებმა გადაარჩინეს. ვიდეო მასალა შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს მათი ინფორმაციით. 112-ში შესული შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ. თორღვას ხეობაში სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად მაშველებმა და პოლიციელებმა 80 მეტრის სიღრმიდან 4 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. დაშავებულები სტაციონარში გადაიყვანეს. სამინისტროს ინფორმაციით ხევში ნაპოვნია 2 არასრულწლოვანი ცხედარიც, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპნენ. სამშველო ოპერაციის დროს ერთი მაშველი დაშავდა თელავში. დღეს ისრაელის ელჩი იმყოფებოდა. გზა არის ძალიან ექსტრემალური და მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე შესაბამისად მანქანა გადავარდა ხევში. რა თქმა უნდა, გამლელებმა ეს მამა მოვიდა ხევიდან და შემთხვევით გამლელებმა აღმოაჩინეს, დარეკეს პოლიციაში, გააკეთეს შეტყობინება და თელავის სამაშველო სამსახურმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იხსნა 4 ადამიანის სიცოცხლე. ხალბატონი მდგომარეობა არის კრიტიკულად მწვავე. მას უტარდება ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება, რაც შეეხება მამაკაცს და 2 ბავშვს, მათ მდგომარეობა არის საშუალო სიმციმის.
ჩვენ ჩამოვედით იმისათვის, რომ ნამდვილად აღმოუჩინოთ რაც შეიძლება პირველადი დახმარება. პირველ რიგში დიდი მადლობა სურს რომ გადავუხადოთ თელ-ავივის ხელმძღვანელობას, პირველ რიგში ბატონ გუბერნატორს, ასევე გამგებელს და ასევე ნამდვილად ჩვენი აი ამ საავადმყოფოს თავმჯდომარეს, რომელიც ესე იგი თითქმის აი ამ დილიდან, როდესაც შევიტყვით ეს ამბავი, ბოლო 4 საათის განმავლობაში ყველანი კონსულტაციებს ვაკეთებთ. ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონი ველისიხელი გიორგი ბეროშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით მას ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც ექიმებმა ოჯახს განუცხადეს, პაციენტის სიცოცხლის საფრთხე არ ემუქრება. მეუღლის განმარტებით ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში მოხდა. გიორგი ბეროშვილმა საპირისპირო მხრიდან მომავალ ავტომობილს, რომელმაც გზა გადაუჭრა, მანქანა აარიდა და ელექტრობოტს დაეჯახა, რა დროსაც ავტომობილს ხანძარი გაუჩნდა. ცვლილება ადრეული განათლების შესახებ კანონში საბავშვო ბაგაბაღებში მთელი რიგი ცვლილებებია დაგეგმილი, რომლის მიხედვითაც სკოლამდელმა დაწესებულებებმა რამდენიმე სახის სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოს. რა კონკრეტული ცვლილებებია მოსალოდნელი და ხომ არ ემუქრება დახურვის საფრთხე გურჯაანის საბავშვო ბაგაბაღებს, დეტალებით ვერაიაშვილის სიუჟეტი. ბაგაბაღები, რომელიც ევროსტანდარტებს არ დააკმაყოფილებს, ადრეული განათლების შესახებ კანონპროექტის თანახმად დაიხურება. ახალი კანონი, რომელიც ძალაში 31 დეკემბერს შევა, საბავშვო ბაღებში არაერთ ცვლილებას მოახდენს. გურჯაანის ბაგაბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ლელა თევდორაშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ყველა ბაღი 4 წელიწადში ერთხელ გაივლის ავტორიზაციას. იქამდე კი 4 ტიპის, კონკრეტულად კი აღმზრდელ პედაგოგის, ინფრასტრუქტურის, კვებისა და სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე სტანდარტებს მხოლოდ გურჯაანის 4 ბაღი და სოფელ ველისიხისა და კარდენახის ბაღები აკმაყოფილებს. 2017 წლის 1 სექტემბრამდე ინფრასტრუქტურულის გარდა უნდა დაკმაყოფილდეს ის 3 სტანდარტი. მინდა ვთქვა, რომ აღმზრდელების გადამზადებას განათლების სამინისტრო აკეთებს და ამის შემდეგ მათ პედაგოგის სტატუსი მიეცემათ, რომელსაც რამდენი წელია ითხოვენ საბავშვო ბაგაბაღის აღმზრდელები. კვების სტანდარტებს და სანიტარულ-ჰიგიენურ რეგლამენტს ადგენს უკვე ჯანმრთელობის სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის სამინისტრო. 1 სექტემბრისთვის ყველაფერი უნდა იყოს მოგვარებული, იმიტომ რომ 1 სექტემბერს უკვე უნდა მოხდეს ლიცენზირება საბავშვო ბაგაბაღების. გურჯაანის ნომერ 4 ბაღისგან განსხვავებით, სოფელ ახაშნის საბავშვო ბაღმა ევროსტანდარტები რომ დააკმაყოფილოს, შენობის მთლიანი რეაბილიტაცია საჭირო. აქ ინფრასტრუქტურა მოძველებულია, გათბობად ზამთარში კვლავ შეშის ღუმელზე მოუწევთ, სამზარეულო საპირფარეშო და ბავშვების ოთახებით სტანდარტებს არ ექვემდებარება. მივესალმები მართლა რომ მაღალ დონეზე გაკეთდა ბაგაბაღები, აკმაყოფილებს სტანდარტებს. და მოხარულები ვიქნები თუ ჩვენს ბაგაბაღშიც ესეთი პირობები შეიქმნება. ჩვენს ბაგაბაღში მართლაც არ არის ესეთი სტანდარტები, მოძველებულია ყველაფერი, მაგრამ ისე გაუსაძლის პირობებშიც არა ვართ ნამდვილად. ჯგუფები ცოტა თუ ბევრად მოწესრიგებულია, მუდმივი წყალი გვაქვს, ცხელი წყალიც გვაქვს. სანამ საბავშვო ბაღების შენობები ევროსტანდარტების ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მანამდე აღმზრდელებმა გადამზადება უნდა გაიარონ. 2017 წლის 1 სექტემბრამდე აღმზრდელი პედაგოგის, ხოლო მისი დამხმარე თანაშემწის სტატუსს მიიღებს. ჩვენ მრავალი წელია მიმართავთ ხან პროფკავშირის ხან განათლებას, ყველა მასწავლებლის სურვილი იყო, აღმზრდელის სურვილი იყო, რომ მასწავლებლის სტატუსი ქონოდა და ეხლა ალბათ უკვე რადგან გარემო შეგვიქმნეს ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული, რა თქმა უნდა განათლებაც უნდა შეესაბამებოდეს და ძალიან მივესალმებით თუ კი სტატუსი გვექნება, ხელფასი მოგუმატება მაგასთან ერთად. გავივლით ტრენინგებს, ყველა მასწავლებლის დიდი ახლის ოცნება და ნატურა ასრულდება. 2017 წლის 1 სექტემბრამდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა ბაღი ვალდებულია ლიცენზირება გაიაროს. ევროსტანდარტებთან მიახლოვება კი ეტაპობრივად მოხდება. 2020 წლამდე თუ სააღმზრდელო დაწესებულება ყველა სტანდარტს არ დააკმაყოფილებს, დაიხურება.
10 ოქტომბერს კახეთში სიტყვა საშიში პროცესები განეიტრალდა. დელტა სიტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის ინფორმაციით ახმეტის, თელავის, ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების თავზე სამხრეთ-დასავლეთიდან შემომავალი სიტყვა საშიში ღრუბლის ფრონტი დაფიქსირდა. სიტყვის მოსვლის ალბათობა 80% იყო. მოსალოდნელი სიტყვის მარცვლების ზომა 20-30 მმ, თუმცა სიტყვის საწინააღმდეგო სისტემის საშუალებით ღრუბლების არაკეტო დამუშავება ეტაპობრივად განხორციელდა, რის შედეგადაც სიტყვა საშიში ატმოსფერული პროცესები შესუსტდა და ნალექი წვიმის და უწვრილესი სიტყვის მარცვლების სახით ჩამოიცალა. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. პრეზიდენტი ქართულ ოცნებას მოუწოდებს შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირებები, ხოლო თვითონ გააგრძელებს 3 წლის წინ დადებული ფიცის შესრულებას. ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას. სოციალური ვალდებულებების შესრულება, დასაქმების საკითხი, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღება, ახალი პროექტების შექმნა, კონცენტრირდნენ პირველ რიგში ხალხზე, რომელზე ზრუნვაცზეც მათ აიღეს პასუხისმგებლობა, ხოლო პრეზიდენტი გააგრძელებს 3 წლის წინ ქვეყნისა და ხალხის წინაშე დადებული ფიცის შესრულებას, რაც გულისხმობს და იცავს საქართველოს კონსტიტუციას, დაიცავს ქვეყნის დამოუკიდებლობას, ასევე გააგრძელებს მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და კეთილდღეობისთვის ზრუნვას. იანკელი არჩევნებს დადებითად აფასებს, თუმცა ინციდენტებზე ხელისუფლებას რეაგირებას თხოვს. ამერიკის ელჩი საქართველოში ამბობს, რომ უბნების უმეტესობაზე მოქალაქეებს საკუთარი არჩევანის თავისუფლად დაფიქსირება შეეძლო, თუმცა იყო ხარვეზებიც. იგი მარნეულში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და ხელისუფლებას ძალადობის ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეთანხმება იმ შეფასებას, რაც ჰქონდათ საერთაშორისო დამკვირვებლებს არჩევნებთან დაკავშირებით, იგულისხმება EUTODIS და ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში, სადაც ფუნდამენტური ღირებულებები იქნა დაცული. უბნებთან ძალიან დიდ უმრავლესობაზე მოსახლეობას ჰქონდა საშუალება გამოეხატა თავისი არჩევანი თავისუფლად, თუმცა იყო რამოდენიმე უბანი, სადაც განხორციელდა ძალადობა, დაშინების მცდელობა, მათ შორის ეს იყო მარნეულშიც და ჩვენ მკაცრად ვგმობთ აღნიშნულ ფაქტებს. ასევე მოუწოდებთ მთავრობას გამოიწვიოს ძალიან დეტალურად და საგულდაგულოდ აღნიშნული ფაქტები. იუსტიციის მინისტრი თია წულუკიანი ბელარუსში იმყოფება და საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს. კომერციული მედიაციის თემაზე მიმდინარე ფორუმი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით იმართება, სადაც იუსტიციის მინისტრები, მოსამართლეები, სამართლის დარგის სპეციალისტები მედიაციის გზით დავების ჩვენ ერთი თვის წინ თბილისში დავსახეთ მართლმსაჯულების რეფორმის მომდევნო ნაბიჯები კერძო სამართალში და ერთ კომპონენტად დავასახელეთ მედიაციის ინსტიტუტის განვითარება, არა მხოლოდ სასამართლო სისტემის შიგნით, სადაც ის უკვე არსებობს, მაგრამ არც თუ ისე წარმატებული შედეგები აქვს რაოდენობრივად და ასევე სანოტარო მედიაცია, რომელმაც უნდა გადაჭრას სამეზობლო, საოჯახო, სამემკვიდრეო დავები უფრო წარმატებულად, აქაც ჩვენ რაოდენობრივად პატარა შედეგები გვაქვს და გვინდა რომ ერთის მხრივ მოსამართლეებს ავარიდოთ ის უამრავი საქმე, რომელიც თვეობით, წლობით გრძელდება და ვერ დგება შედეგი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 384-მა ახალწეულმა თბილისში, გორსა და ქუთაისში სამხედრო ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონიალს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ივანე ზურაბაშვილი, დეპარტამენტის თანამშრომლები და ახალწეულთა ოჯახის წევრები დაესწნენ. ახალწეულები ერთ წიას სავალდებულო სამხედრო სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში გაივლიან. ისინი სამხედრო საქმეს შეისწავლიან და პროფესიონალი ჯარისკაცისთვის აუცილებელ უნარჩვევებს შეიძენენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის პირადმა შემადგენლობამ სამხედრო ფიცი დადო. მინდა მიულოცო მათ ეს დღე და წარმატებები უსურვო. სურვილი მქონდა ჩავრიცხულიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ვადიან სამხედრო სამსახურში. ჩვენ გავიარეთ სპეციალური და საბაზისო მომზადების პროგრამა. ჩვენთვის დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან დავდეთ ფიცი ღვთისა და ქვეყნის წინაშე. პირობას ვდებ, რომ ვიმსახურებ კეთილსინდისიერად. მე ვამაყობ, რომ ვარ ჩემი ქვეყნის ჯარისკაცი.
გამოშვებას უცხოეთის ახალი ამბებით განვაგრძობთ. რუსეთი და თურქეთი გასცადენ თურქული ნაკადის მშენებლობაზე შეთანხმდნენ. შესაბამის დოკუმენტს ხელი მოეწერა სტამბოლში ვლადიმერ პუტინისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრაზე. როგორც გაზპრომის ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა, გასდენის მშენებლობის პირველი სტადიის დასრულება 2019 წლისთვის არის დაგეგმილი. თურქული ნაკადის მეშვეობით იგეგმება რუსული გაზის მიწოდება თურქეთში და საბერძნეთის საზღვრებამდე შავი ზღვის გავლით. თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტები სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ კონტაქტების გაძლიერებაზე სამხედრო და სადაზვერვო სფეროებში. გარდა ამისა, რუსეთი თურქული ხილის ზოგიერთი სახეობის იმპორტზე არსებულ ემბარგოს მოხსნის. საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის ქმედებები სირიის ქალაქ ალეპოში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოიწვიოს. ამის შესახებ ოლანდმა ფრანგულ ტელევიზიასთან საუბარში განაცხადა. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ფრანგული მხარე ოფიციალურად მიმართავს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თხოვნით დაიწყო სირიის ქალაქ ალეპოში სირიელი და რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება. ასევე საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 19 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა შესაძლოა არ შედგეს. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრა TV-მ გაავრცელა. თბილისში ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე იაპონური ბაღი გაიხსნება. გაკეთდება ხელოვნური მდინარე და ჩანჩქერი. წყლის ვარდნას კი სპეციალურად დადებული ქვა უზრუნველყოფს. დაირღვება სპეციალურად იაპონიიდან ჩამოტანილი საკურას ნერგები. მოეწყობა ჩაის დასალევი ადგილები, სადაც სტუმრები იაპონური ჩაის დაგემოვნებას შეძლებენ. პროექტს ჩინური კომპანია ახორციელებს და მისი ღირებულება 100,000 ლარია. მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდმა Nike-მა გამოუშვა ახალი ტიპის სპორტული ფეხსაცმელი სახელად Nike Mag, რომელსაც თავისით შეუძლია თასმების შეკვრა. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, ის გრძნობს მთელს სხეულს, კერძოდ კიდურებს და დამოუკიდებლად კრავს ფეხსაცმლის თასმებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სპეციალური ფეხსაცმლის შექმნა მიზნად ისახავს პარკინსონის დაავადებასთან ბრძოლას, რომელსაც ახასიათებს კიდურების უნებლიე მოძრაობა, კოორდინაციის და მეტყველების დარღვევა, გადაადგილების გაძნელება, რაც დიდ დისკომფორტს იწვევს. ახლა კი დღის სხვა ამბები. ცეკვისა და წვიმის საოცარი შერწყმა. შესანიშნავი დადგმა ვიოლინოს თანხლებით განწყობას შეგიქმნით. პროფესიონალმა მოცეკვავე დერეკ ჰაფმა მევიოლინე ლინდსი სტერლინგთან ერთად ვიდეო გადაიღო. საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ პირველ დივიზიონში მერვე ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილი სათავეში ქართველ მორაგბეთა 4 გუნდია. ესენია კლერმონი, ლა როშელი, მონპელია და ტულონი. ტურის ცენტრალური მატჩი ლა როშელში გაიმართა ლექსო ყოლაშვილის გუნდმა მამუკა გორგოწის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზიშვილის ტულონს უმასპინძლა. შეხვედრა საკმაოდ მძაფრი გამოდგა და ფრედ 17-17 დასრულდა. ახლა კი ვნახოთ როგორი ამინდი იქნება ხვალ. ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალ-დილის 10 საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ქართული შრიფტით ტელეკომპანია გურჯაანი. გვიყურეთ სილქნეტზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. ამით ჩვენი გამოშვება დასრულდა. ნახვამდის.